1795 წელს ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად რუსეთმა უღალატა ერეკლე მეორეს და ქართული ჯარი შეატოვა აღა მაჰმად-ხანს. 1801 წელს კი მოახდინა სრული ოკუპაცია ქართლ-კახეთის სამეფოსი. 1810 წელს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გატეხა იმერეთის სამეფო და შეიერთა იგი. 1811 წელს კი ერთმორწმუნე რუსეთმა გააუქმა ქართული 12 საუკუნოვანი ავტოკეფალია. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დანაშაულებისა, რომელიც რუსეთს აქვს ჩადენილი ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონკრეტულად რა ფაქტები არის საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამ ისტორიული ფაქტებისა, რომელიც ახლა ჩამოვთვალე, დღეს მაინც არის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ რუსეთი ერთმორწმუნე და ლმობიერი ძმა არის. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდი იყოს ზუსტად ერთმორწმუნე რუსეთის დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ. რატომ და როგორ გაგვიუქმეს ავტოკეფალია? რატომ და როგორ აგვიგრძალეს ქართულ ენაზე ღვთისმსახურება? რატომ და როგორ ჩატარდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი წმენდები? ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატომ. დღეს ჩვენი სტუმარია ისტორიის მკვლევარი დოკუმენტალისტი ბატონი მიხეილ ბასილაძე. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე წავიყვან ისევ დღეს ჩვენ პოდკასტს ერეკლე შუბითიძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მკვლევარი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. სანამ დავიწყებთ, მინდა მაყურებელს და მსმენელს შევახსენო, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ ამ პოდკასტის გავრცელებაში თქვენ ძალიან დიდი როლი მიგიწვით. გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube და Facebook გვერდები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. როგორც უკვე აღნიშნე, მიუხედავად იმ ფაქტებისა, რომელიც ისტორიაში ნათლად გვაქვს და ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება ადამიანმა მოიძიოს დღესდღეობით, ჩვენ საბჭოთა კავშირის დროს ეს რა თქმა უნდა რთული იყო, მაგრამ დღეს ეს მარტივად არის შესაძლებელი, მაინც არსებობს ეს მითები, რომ რუსეთი ერთმორწმუნე ძმა არის, რუსეთი ჩვენი მეგობარია, მხსნელია და ასე შემდეგ. და ვფიქრობ ძალიან სიმბოლური იქნება დავიწყოთ ქართულ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი ტრაგედიით, რაც არის ჩვენი ავტოკეფალიის გაუქმება. როგორ და რატომ მოხდა ეს? გამარჯობათ, ჯერ პირველ რიგში, ეს დაიწყო ცნობილი ტრაქტატიდან, გეორგიევსკის ტრაქტატიდან, რომელიც 1793 წელს გაფორმდა. ეს ტრაქტატი იყო, მფარველობა საქართველოს იმპერიოში ქართლ-კახეთის სამეფოსი რუსეთის იმპერიის მიერ. ბევრ ასპექტს შეიცავდა და მათ შორის ერთ-ერთი იყო საეკლესიო დებულება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ურთიერთობა ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის. ეს იყო მერვე მუხლი და იგი ითვალისწინებდა ქართლ-კახეთის საპატრიარქოს გაუქმებას საერთოდ. ამის მიხედვით, ამ ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მაშინ იყო ანტონ მეორე, რუსეთის წმინდა სინოდის იერარქიაში მერვე წევრად ირიცხებოდა ტობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო კი არ იყო დამოუკიდებელი ეკლესია კი არ ქონდა. იყო რიგითი რუსეთის რიგითი, ასე ვთქვათ, ეპარქია რაღაცა ესე რომ შემავალი ნაწილი იყო. ეს იყო ზუსტად ისეთივე კალკია, როგორც სამოქალაქო, როგორც გუბერნიად შეიერთა შემდეგ რუსეთმა, როგორც გუბერნიად შეიერთა საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფო, ზუსტად ისე მოექცა ქართლ-კახეთის საპატრიარქოს. შემდეგ ეს კიდევ უფრო გაძლიერდა რა თვალსაზრისით, მაგალითად ანტონ მეორე 1811 წელს გაიწვიეს საქართველოდან პატრიარქი. და იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.
მის ნაცვლად ქართლ-კახეთის ეკლესიის მეთაურად დანიშნეს ვარლამ ერისთავი, რუსეთში გაზრდილი ასეთი პიროვნება იყო და იგი იყო უკვე ეგზარქოსი. ეგზარქოსი ნიშნავდა ქართლ-კახეთის საეკლესიო მთელი მმართველობის უფროსი იყო, რუსი გუბერნატორი იყო სასულიერო თვალსაზრისით. და ისიც აღსანიშნავია, რომ ვარლამ ერისთავის შემდეგ არც ერთი ქართველი აღარ ყოფილა ეგზარქოსად. იყო შემდეგ 12 ეგზარქოსი იყო ამის შემდეგ და სულ ყველა იყო ეროვნებით რუსი. ამის შემდეგ ხდებოდა მიზან მიმართული ნაბიჯ-ნაბიჯი შესრუტვა ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიის წიაღში. ანუ ყველაფერი შემდეგ უკვე რუსულ ყაიდაზე და რუსულ წესებზე უნდა გადასულიყო. თავისთავად ცხადია, ქართული საზოგადოება უნდა წარმოიდგინოთ იმ პერიოდში როგორი იყო. ეს იყო მუსლიმური სამყაროთ გარშემორტყმული და რუსეთი მართლა იყო მისი ერთმორწმუნე, ხო და ზუსტად ამითი სპეკულაცია ამით მოახდინა რუსეთმა. ანუ ბუნებრივია ტოლვა იმისა, რომ ქართველი ხალხი, რომელთვისაც ქრისტიანობა იყო იდენტობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანი და ამ იდენტობის დაკარგვა არ უნდოდა და ამიტომ მიილტოდა რუსეთისკენ. მაგრამ რუსეთს თავისი ამოცანები და გეგმები ჰქონდა და ამ საეკლესიო მართლმადიდებლობას იყენებდა მოკლედ იმისთვის, რომ თავისი იმპერიული მიზნებისთვის მიეღწია აქ. და ეს გარუსება რო ახსენეთ, რაში გამოიხატებოდა ეკლესიის გარუსება კონკრეტულად? რო წარმოიდგინეთ როგორ სიტუაცია არის, ეს მარტო იმაში არ გამოიხატებოდა, რომ თანდათან ნელ-ნელა იგრძელებოდა რუსული, ქართულ ენაზე წირვალოთვის ჩატარება, ხო? მარტო ეს არ არის. როგორი რაღაცა იყო იმ პერიოდისთვის საქართველო რუსეთისთვის წარმოადგენდა ველურ მხარეს. 1800 წელს უკვე დასავლეთ საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში იყო თითქმის ველია იმ ხელშეკრულებით, რაც შემდეგ იმერეთის მეფესთან დადეს ქართლ-კახეთიც და ეს იყო მხარე უცნობი იყო მათთვის და აქ მას საქართველოს იყენებდნენ დიდწილად, აი როგორ გითხრათ, გადასახლებებისთვის. თბილი ციმბირი იყო მათთვის ეს ამბავი. აი ნებისმიერი ვინმე, ვინც აი ციმბირში უნდა გადაესახა, ორი ვარიანტი იყო, ან ციმბირი, ან კავკასია. იმიტომ იყო აქ პოლონელების ძალიან დიდი დიასპორა მაგ პერიოდში. ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ სასჯელი იყო საქართველოში მათთვის. სასჯელი იყო და უფრო მეტისთან. აქ აი მაგალითად საეკლესიო იერარქებს რო დაუბრუნდეთ, რომლებიც აქ შემდეგ ჩამოვიდნენ და ეკლესიებს და მრევლს ხელმძღვანელობდნენ და ასე შემდეგ, ხო? ესენი იყვნენ ძირითადად ზანგაუნათლებელი ხალხი. ისეთი ხალხი, რომლებიც რუსეთში ვერ მიაღწევდნენ რაიმე კარიერულ თვალსაზრისით ბევრი იყო ძალიან ავადმყოფი, მაგალითად ტუბერკულოზით თბილ ქვეყნებში მოდიოდნენ იმისთვის, რომ აქ ანუ მათთვის საქართველოში მსახური იყო, ნუ რაღაც ის კი არ იყო, რომ აქ ქრისტიანობა უნდა გაევრცელებინა და მრევლისთვის პატრონობა გაეწიათ. არა, სხვა მიზანი ქონდა. აქ იყო იმისთვის, რომ კარიერული წინსვლა გაეკეთებინათ, ფული მოეხვეჭათ, თავისი ჯანმრთელობა გამოესწორებინათ და ანუ ასე შემდეგ რა. აბსოლუტურად აი ეს ყველაფერი რაც ეხლა მე ჩამოვთვალე რა შემდეგ ეს ითარგმნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ცუდ რამებად. იმათ რომ მათი ესეთი საქციელის გამო, ცუდი საქციელის გამო კუთლებზე და იერარქებზე არის საუბარი რუსი იერარქების საუბარზე მოსახლეობა თანდათან დაიწყო გაუწყუება ეკლესიის მიმართ. ქართულმა მოსახლეობამ, იმიტომ რომ ეკლესიაში როდესაც მიდიოდა, იქ ქართული სიტყვა არ ესმოდა. ხედავდა რომ ის მღვდელი რუსი რომელიც იყო რაღაც ამორალურ რაღაცებს აკეთებდა, იპარავდა. აი ყოველთავად ცნობილი არის რომ ეგზარქოსობის პერიოდში საქართველოს ეკლესია აი ძალიან
ძალიან ბევრი გაძარცვეს, აი როგორ გითხრათ, აი მაგალითად გაიტაცეს ხახულის ხატი, რომელიც გელათის მონასტერში ესვენა საუკუნეების მანძილზე. ეს ხატი იყო შემკული, აი ძალიან ძვირფასი თვლებით დავით აღმაშენებლის დროინდელი იყო. მანდ იყო ლალი, რამდენიმე ლალითან, რომელიც იყო მაგალითად თამარ მეფის გვირგვინში. და ეს ყველაფერი გაძარცვეს სულთლიანად. წაიღეს კი. ანუ წაიღეს სადმე დაასვენეს თუ წაიღეს გაყიდეს. არა, მოაძრეს ესენი ყველაფერი. პრაქტიკულად ხატი გაძარცვეს. მოიპარეს კი. ხო, მაგას მეუბნეთ იმას გაძარცვეს. აი მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ოქრომკერდით ისა ოქროთი ნაქარგი ტანისამოსი ქუთათელი მიტროპოლიტის, ხო? ცეცხლში ჩააგდეს იმისთვის, რომ ოქრო გამოვედნოთ იქიდან. ხო, როგორც ჩანს ძალიან ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო. ძარცვა იყო. ხო, ძარცვა იყო. დაუფარავი ძარცვა იყო. იმიტომ რომ ისინი ხო გეუნებით აქ მოდიოდნენ არა იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა მოეტანათ მრევლისთვის ეხემძღვანელად რაღაც ქრისტეს მიერი ცხოვრების წესი ესწავლათ. არა, პირიქით, ამ ქვეყანას უყურებდნენ როგორც გამდიდრების საშუალებას, როგორც კარიერული წინსვლის საშუალებას. ქართველები მათთვის იყვნენ, აი როგორ ვთქვა, აი ველურები იყვნენ, იმიტომ რომ რაღაც გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ, მათთვის უჩვეულო წესები ჰქონდათ. პირდაპირ ძახდნენ რომ ქართული ენა ეს არის ძაღლის ენა და მათზე გალობა, ამ ენაზე გალობა დაუშვებელია, იმიტომ რომ რუსული უნდა იყოს. ზოგადად იცით როგორ რაღაც არის, ეს ყველაფერი მოდის თვითონ აი რუსული წესებიდან გამომდინარეობს ეს ყველა. მარტო ის არ იყო რომ აქ აი უპატიოსნო ხალხი ჩამოყავდათ და ასე კარიერული წინსვლის ჟინშე პრობილები. არა, მხოლოდ ეს არ იყო. თვითონ რუსეთის საეკლესიო იერარქია იყო ესე მოწყობილი. აი მაგალითად იმპერატორმა პეტრე პირველმა 1721 წელს დაიწყო რეფორმა საეკლესიო რუსეთში, რომლის შედეგადაც მთელი ეკლესია დაექვემდებარა უკვე შემდეგ იმპერატორს. საერთოდ გაუქმნა კათოლიკოსის თანამდებობა, ესე რომ ვთქვათ რა, ანუ ეკლესიის წინამძღოლი აღარ იყო სასულიერებელი. ეს იყო რუსეთის წმინდა სინოდი შეიქმნა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ობერ-პროკურორი, სამოქალაქო პირი, რომელსაც ნიშნავდა იმპერატორი. თვითონ სინოდის წევრებსაც იმპერატორი ნიშნავდა. ანუ მთელი საეკლესიო იერარქია დაქვემდებარებული იყო იმპერატორის მიმართ. და პეტრე პირველი ამ საეკლესიო სტრუქტურას, ესე რომ ვთქვათ, უკვე იმიტომ რომ აღარ იყო ეს რაღაცა ისეთი იყენებდა უკვე შემდეგ თავისი პოლიტიკის გასატარებლად. ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა ზუსტად საქართველოში, იმიტომ რომ აქ ჩამოსული სასულიერო პირები რუსიის ეს იყვნენ ჩინოვნიკები, სხვანაირად რო ვთქვათ. და ისინი იქცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც აი ჩინოვნიკი იქცევა. გთამს იღებდნენ, იპარავდნენ, მრუშობას ეწეოდნენ და ამას შემდეგ ყველაფერს ხო ხედავდა ქართველი მრევლია რა და მიტომაც დაიწყო შემდეგ გაუცხოება. ხო, ანუ შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო გაგვიუქმეს ავტოკეფალია და ცადნენ, რომ რუსულ ყაიდაზე გადაიყვანათ, არამედ ამ რუსული ყაიდის ნაწილიც იყო ის, რომ რელიგია პრაქტიკულად პოლიტიკის გაგრძელება გახდა და საერთოდ აღარ ქონდა სულიერების და რელიგიის დატვირთვა. არა, არავითარ სულიერებაზე ლაპარაკი არ იყო. მართლმადიდებლობას ყოველ შემთხვევაში რუსეთის იმპერიის დროს მართლმადიდებლობას იყენებდნენ პოლიტიკის იარაღად. იმ იარაღად რისი გატარებაც სურდათ, რისი მიღწევაც სურდათ, მაგაში ყავდათ დამხმარეთ ეკლესია. ეხლაც ზუსტ პრინციპში ერთი და იგივე მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის ინსტიტუტი აღდგენილია რუსეთში და სტალინმა გააკეთეს 53 წელს. მაგრამ როგორც ხედავთ, დღესაც რუსეთის იმპერია იყენებს რუსეთის საპატრიარქოს იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ან შიგნით. ძალიან საინტერესო რაღაცა არის, რამდენიმე დღის გავრცელდა ვიდეო, სადაც თითქოს კრება არის რუსული საეკლესიო კრება, ან რაღაც შეხვედრა არის პატრიარქთან და ერთ-ერთი რუსი მღვდელი გამოდის და ამბობს, რომ
ხო არ ჯობია რომ პატრიოტულ სულისკვეთებას და ომზე საუბარს უფრო მეტი ვისაუბროთ მოსახლეობასთან სულიერებაზე და ღმერთზეო და პატრიარქმა გააჩუმა რომ კარგად დაფიქრდი რეებს ლაპარაკობ და შეიძლება ეს ნამდვილად არის რუსული ეკლესია დღეს რუსული პოლიტიკის და იმპერიის გაგრძელება. ერთი რაც მაინტერესებს ბოლო პერიოდში გავრცელდა ესეთი მოსაზრება და რამდენიმეჯერ გაჟღერდა კიდევაც ეს სოციალურ მედიაში და ინტერნეტში რომ თითქოს ჩვენ ვიცით ისტორიულად რომ ბევრი ქართული ეკლესია შეათეთრეს და ამ შეთეთრების მიზეზად იყო შემოთავაზებული ის რომ ოკუპაციამდე ეკლესიები მიუხედავი იყო და სავალალო სიტუაციაში იყო და თითქოს რუსებმა ამითი რესტავრაცია და შეაკეთეს ასე ვთქვათ და მე დარწმუნებული ვარ ეს არასწორი არის მაგრამ რახან გავრცელდა ესეთი ტიპის ინფორმაცია როგორ ხდებოდა შეესაბამება ეს საერთოდ სიმართლეს რა იყო მიზეზი ამ შეთეთრების მიზეზი ზუსტად იგივეა რაც წინაზე ვისაუბრეთ ახლა ანუ ის რომ რუსეთში მიღებული იყო ესე რომ ეკლესიები იყო თეთრი. ზუსტად იმდა ფესკების გარეშე. ხო. ნუ ზოგანი იყო ფესკები, მაგრამ ძირითადად იყო თეთრი. თეთრი არის რუსული ეკლესიის შიგნით შეხვდათ. ზუსტად იგივე არის მაგალითად გუმბათები, ეს ხახვისთავა მომრგვალებული გუმბათები ზუსტად ჩვენთან თბილისშიც არის ძალიან ბევრი ეკლესია, რომელზეც ქართული ეკლესია, რომელზეც თავზე ედგა ესეთი გუმბათი. გარუსების ნაწილია. კი, ეს იყო ანუ გარდა იმისა, რომ ესეთი ადმინისტრაციული წესით ცდილობდნენ შეერთებას პლუს იერსახეც ზუსტად ისეთივე გადაყავდათ. რუსულ ყაიდაზე გადადიოდა ყველაფერი. თავიდან ბოლომდე. კი. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს ეამაყება ქართული პოლიფონიური სიმღერა და თქვენ ახსენეთ, რომ ეს პოლიფონიური სიმღერა ასევე არაჩვეულებრივი უნიკალური ელემენტი არის ქართული ღვთისმსახურების. თქვენ ახსენეთ, რომ რუსებმა ამის გაუქმებაც სცადეს. იყო ეს უბრალოდ გაუქმება როგორც გალობის ეკლესიაში თუ მათ შემოიტანეს რამე საკუთარი რითითაც ცდილობდნენ ჩანაცვლებას? ზოგადად იყო ესეთი რაღაცა რომ იკრძალებოდა ყველაფერი ქართული იკრძალებოდა რა ცდილობდნენ იმის მიღწევას რომ გაიუქმებინათ ყველაფერი ქართული რაც ეკლესიაში იყო და ნუ ფრესკები გალობა იგივე ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ანუ შლიდნენ ყველა იმ ნიშანს რომელთაც შეიძლებოდა იდენტიფიცირების მოხდენა რომ ეს არის ქართული ეკლესია მათ შორის იყო რა თქმა უნდა ქართული გალობაც რომელიც ნუ რუსებისთვის არ იყო ეს უცხო არის რუსებისთვის კი არა რა ვიცი სამხმიანი და ესეთ მრავალხმიანი გალობა ვინმეს აქვს კიდე ჩვენს გა მე არ მქონია ხო და ამიტომ ნუ იქ თავისი წესი ჰქონდათ რუსული გალობას თავისი წესი აქვს. აქ კიდე ქართულია, რომელიც უცხო არის. ამიტომ ამასაც ესეც უნდა გაუქმებულიყო. ეს მარტო გალობას არ შეეხებოდა. მაგალითად, იყო ეგეთი იანოვსკი, იყო კავკასიის განათლების მინისტრი რო დაარქვა, თქვა სიტყვაზე. კავკასიის აი ეგეთი თანამდებობა ეჭირა ამ იანოვსკის. ეს იყო მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო, რომელსაც ჰქონდა ესეთი პროექტი და ცდილობდა ამის განხორციელებას, რომ საქართველოში მოეხდინა სეპარატიზმის კიდევ უფრო აი გაღვივება და რასაკეთებდა ამისთვის. ეკლესიაში სამეგრელოსა და სვანეთის ეკლესიებში თლიანად აიკრძალა ქართული წირვალოცვა, აი სუნთლიან სოფლის სკოლებშიც კი სამრევლო სკოლები ხო იყო და თვითონ ეკლესიებიც ხო იყო რა იქ აკრძალეს ქართული და პლუს ქონდა პროექტი ესეთი რომ მეგრულ და სვანურ ენაზე ეთარგმნათ ბიბლია. ანუ ეს პირდაპირ იყო იმის ხელშეწყობა რომ ერთში გახლეჩა მომხდარიყო. არა მარტო გალობას კრძალავდნენ პირდაპირ გიშლიდნენ სახელმწიფოს ასე რომ ქართულ იდენტობას გაკარგვინებდნენ. ძალიან საინტერესოა. კიდევ ანუ ქართულ იდენტობასთან და ქართული რელიგიის შენახვასთან ერთად ასევე არის ერთი მოსაზრება, რომ ამ გეორგიევსკის ტრაქტატით და ზოგადად საქართველოს ინტეგრაციით რუსულ იმპერიაში
შეიძლება ჩვენ დავკარგეთ რაღაც თავისუფლების ელემენტები და დავკარგეთ რელიგიაში, ასე ვთქვათ, ქართულ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების უფლება, მაგრამ რუსების დახმარებით მოხდა განვითარდა ქართული ეკლესია და უფრო მეტი ეკლესიები აშენდა, რასაც ამბობენ, რომ შეუძლებელი იქნებოდა მაგალითად ოსმალეთის ან სპარსეთის იმპერიაში რომ ყოფილიყავით ინტეგრირებული. მე როგორც ვიცი, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც ვიცი, რუსების ერთ-ერთი მიმართულება ისიც იყო, რომ რამდენიმე ეკლესია გაუქმდა საქართველოში, ხო? მას შემდეგ რაც ავტოკეფალია გაუქმდა ზოგადად. ძალიან საინტერესოა ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. მსგავსი არაფერი, არავითარი წინსულა და ქართული ეკლესიის განვითარება არ მომხდარა ახლა. ოსმალეთსა და სპარსეთს თუ ვადარებთ, ყველა ეკლესია რომელიც იყო იმ პერიოდში აშენებული. რუსების დროს შეიძლება აშენა, მაგრამ 1-2 არც არაფერი, უფრო მეტი დაიხურა. მაგალითად სიტყვაზე ვიდახი, იმერეთში მომხდარი აჯანყება 1818-20 წლის აჯანყება ზუსტად უკავშირდება იმას, რომ თეოფილაქტე რუსანოვი იყო ესეთი, პირველი რუსი ეგზარქოსი, რომელმაც იმერეთში რო ჩავიდა, დახურა უამრავი ეკლესია და მღვდელი გამოაგდო ეკლესიიდან, ამას მოყვა შემდეგ აჯანყება. ანუ პირიქით არის ეს ამ რუსეთი რასაც აშენებდა ეს უცოტა სხვანაირი ეკლესიები იყო რასაც აშენებდა. ახლა პარლამენტის ადგილას რო იდგა მაგალითად სობორო. იგივე იყო მაგალითად ბათუმში ააშენეს სობორო. აქ ქუთაისში რუსული ეკლესიები. არა მარტო რუსული ეკლესია, კიდე გასაგებია რომ რუსული ეკლესია იყოს. ეს იყო სამხედრო ეკლესიები. აი მაგალითად სიტყვაზე ძალიან ხშირად გამიგია რომ აი პარლამენტის ადგილას რა კაი ეკლესია იდგა და როგორ დაანგრიეს ამ უღმერთოებმა და უნდა აშენდეს ისევ ხელახლა ის ეკლესია. ეს ეკლესია ამ ეკლესიას ერქვა რუსეთის რუსული სამხედრო ეკლესია ნეველის სახელობის. ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული სამხედრო ეკლესია იყო. ეს იყო სიმბოლო, მე არაფერს არ ვამატებ, აი პირდაპირ არის. ეს იყო სიმბოლო რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების. თვითონ ეკლესიის გალავანზე და მის კედლებზე ამოტვიფრული იყო იმ სამხედრო ნაწილების ნომრები, შემადგენლობა, ხედავთ მთავრები, რომლებმაც შეძლეს კავკასიის დამორჩილება. ამ შემთხვევაში საუბარია შამილის აჯანყებაზე და თვითონ ეს ეკლესია, სადაც იდგა ის ადგილი, ახლა რომელსაც პარლამენტს რო უკავია, ერქვა ღუნიბის სახელი, ღუნიბის მოედანი იყო. ღუნიბი იყო სოფელი, სადაც დააპატიმრეს შამილი. ანუ ყველაფერი ამ ეკლესიის ეზოში ეწყობოდა სამხედრო აღლუმები. მან დასაფლავებდნენ თუ ვინმე დაიღუპებოდა დიდი მხედართმთავარი რუსი, რომელიც აქ მოღვაწეობდა. ანუ და თან იყო გაკეთებული ეს პირდაპირ ქაშვეთის მოპირდაპირე მხარეს, რომელსაც უზარმაზარი შენობა იყო, რომელსაც უნდა დაეჩრდილა პატარა ქაშვეთი. მიზან მიმართულებით იყო და ესეთ იგივე ტიპის ტაძარი და ბათუმში მაგალითად და ქუთაისში. ესეთ ეკლესიებს კი აშენებდნენ. თორე ისო ქართული განევითარებინათ ესეთი რაღაცა. პრაქტიკულად ჩვენი დაპყრობის შესახსენებლად. კი, ეს იყო პირდაპირი სიმბოლო იყო. აი პირდაპირი სიმბოლო იყო თავისი დასახელებით, თავისი შინაარსით, თავისი მედიდური ფორმებით. ეს იყო რუსეთის, ესე ვთქვათ, ბეჭედის კავკასიაზე. დიახ. სხვათა შორის მარტო თბილისში არ იყო ეგეთი. აი მაგალითად ვარშავაშიც იდგა ესეთი ტაძარი და ყველგან სადაც შედიოდნენ ეს იყო, ამიტომ ვიძახი, ეს იყო ერთგვარი აი სიმბოლო იყო, რომ რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლება ერთობლივად ერთ საქმეს აკეთებდნენ. რუსეთის იმპერიის საქმეს აკეთებს ორივე და ძალიან მცდარია ის მოსაზრება, რომ აი ესეთი ტაძარი ისე უნდა აღდგეს და ხო, ზოგადად რა ტაძარი იყო და რა შინაარსის მატარებელია, უბრალოდ იციან, რომ იყო ტაძარი. მე მაგალითად რამდენიმე წლის წინ გავიგე უბრალოდ, რომ სამხედრო დანიშნულების ტაძარი იყო და ეს არ იყო ჩვეულებრივი, ისიც ჩემთვის არ იყო მაგალითად ცნობილი ისიც, რომ რუსული ტაძარი იყო და არა მაგალითად ქართული. და ძალიან საინტერესოა ამაზე რომ ვისაუბრეთ. რუსებს ძალიან უყვართ ეს სამხედრო ტაძრები, ეხლაც 2020 წელს გახსნეს მოსკოვის
მიდამოებში უზარმაზარი სამხედრო ეკლესია, სადაც პრაქტიკულად შესასვლელი კიბეები არის გადადნობილი ტროფეები, რაც აქვთ მეორე მსოფლიო ომის დროიდან წამოღებული და კიბეები შესასვლელი და იქ ხატები პუტინის ხატიც იყო, სტალინის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან დღემდე ძალიან უყვართ. კი, აი კავკასიის ომებშიც ალაფათ აღებული სამხედრო აღჭურვილობა, ზარბაზნები და ასე შემდეგ გამოფენილი ჰქონდათ აი იგივე იმ ეკლესიის ეზოებში. კი, ამ თან ბმაშია ეს ყველაფერი საინტერესო, იმიტომ რომ ამ ტაძრის მეორე მხარეს, ანუ რუსთაველის მეორე მხარეს იქ სადაც სამხედრო გალერეა იქ იყო სამხედრო დიდების მუზეუმი. კიდევ ერთი ის, ანუ ეკლესია ხო იყო, რომელიც ამის განასახიერებელი. იქ კიდე ერთი ესეთი შენობა იყო, სამხედრო დიდების მუზეუმი, სადაც ინახებოდა აი ყველა ეს ალაფი. ყველა დროშები, რა ქვია, შამილის ხმალი და ასე შემდეგ. აი, დაპყრობის ყველა ნიშანი იყო. პრაქტიკულად ერთ ადგილას შეგეძლო ყველა დაპყრობის ელემენტი შეგეცნო. ანუ მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი, რუსთაველზე იმ პერიოდის გოლოვინის პროსპექტზე რომ მოხდებოდა ვინმე ადამიანი, ხო, მას ნათლად უნდა ეგზნო, რომ ეს არის რუსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყანა. აი, აქ არის ეს სამხედრო ტაძარი, ეს დიდების სამხედრო ტაძარი, იქ მეფსინაცვლის სასახლე, ანუ რუსეთის ძლიერების გამომხატველი ყველაფერი იყო რუსთაველის კაბინეტში. კი ბატონო, მე როგორც ვიცი, ერთ-ერთმა რუსმა ეგზარქოსმა მთელი ერი დაგვწყეულა. როგორ მოხდა ეს და რატო? ეს იყო პავლე ლებედევი, ეგზარქოსი და სანამ მაგაზე გადავიდეთ, ალბათ ცოტა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რას წარმოადგენდა რუსული საეკლესიო სკოლები, სასულიერო სკოლები, მათ შორის სასულიერო სემინარიაც, რომელიც თბილისში იყო, ეს იყო არაფერ არ განსხვავდებოდა ყაზარმისაგან. იქ წიგნის და რაღაც ლოცვები კი იყო თავისთავად ხაცია, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა როსკს. და ნებისმიერი რაღაც გადაცდენაზე იყო ფიზიკური დასჯა. გაროზგვა, რა ქვია, რაღაც ცემა, ხელებში ურტყავდნენ ვის აი რუსული სწავლის დროს მithumetas თუ ქართველი მოსწავლეები იყო ძალიან ის არ ესმოდათ ახლა ეს ქართული იყო მათთვის მშობლიური და არა რუსული ენა, მაგრამ ნუ აი ყოველ იმაზე ესეთი ყველაფერი იგრძელებოდა ქართული თავისთავად ცხადია. აი ამ სასულიერო სემინარიაში ცხრილი იყო რუსული ქართული არაფერი არ იყო, მოგეთ რა ვთქვა. და თუ იმ სტუდენტებს, სასულიერო სემინარის სტუდენტებს, თუ ვინმეს აღმოუჩენდნენ ქართულ რაღაცას, მას რიცხავდნენ პირდაპირ, ძალიან დიდი ის იყო, რა ქვია, სასჯელი ამაზე. იოსებ ლაღიაშვილი, რომელსაც ზუსტად აი ესეთი აღმოუჩინეს, არალეგალური ლიტერატურა ქართული. და ნუ გარიცხეს. ლაღიაშვილი ისეთ გაჭირვებული ადამიანი იყო, როგორც ჩანს და ნუ დიდი ხვეწნა მუდარით აღმადგინოთ იქნებ და ასე შემდეგ. ეგზარქოსაც მიმართა პავლე ჩუდეცკისაც, რომელიც იყო ამ სემინარიის რექტორი, მაგრამ არ ქნეს არანაირად. გამწარდა ძალიან და მიუვარდა სემინარიაში ლაღიაშვილი ამ ჩუდეცკის და ხანჯლით მოკლა. ნუ აფექტივ მდგომარეობაში იყო. თვითონ ლებედევი, ეგზარქოსი და ჩუდეცკი ძალიან კარგ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, ოჯახებით. რაღაცებს ამბობენ, მაგრამ ნუ ახლა ამ შემთხვევაში ჭორების გამეორება აღებს. და ნუ ძალიან განიცადა ეს ამბავი მის მკვლელობის, დაასვენეს ეკლესიაში და ზუსტად ეკლესიაში ამ გარდაცვლილი ჩუდეცკის ცხედართან სიტყვით გამოსვლის დროს თქვა ეგზარქოსმა ეგ სიტყვები, რომ წყეული მციყოს ის ოჯახი, რომელმაც შენ გშობა, ყველზე იყო საუბარი. ლაღიაშვილზე და ის ერი, რომელმაც შენ გაგზარდა. ანუ მთელი ერი დაწყევლა ვექტორის მკვლელობის და გამო. ამაზე შემდეგ პასუხი გასცა ყიფიანო, დიმიტრი ყიფიანო. მაგრამ ესეც არაპატიეს და შემდეგ გადაასახლეს და ერთ წელიწადში მოკლეს. თვითონ ყიფიანო. კი, ძიმე ამბავი არის. რომ გადავიდეთ უფრო რუსეთის იმპერიის მეორე ნაწილზე, რომელიც არის უკვე კომუნისტების ერა, საბჭოთა კავშირი.
რა დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა კავშირს რელიგიის მიმართ და კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგა თავიდანვე საქართველოში რელიგიის მოსპობის მიმართულებით? რუსეთის იმპერიის შემდეგ საბჭოთა კავშირი, ანუ განახლებული რუსეთის იმპერია, წითელი იმპერია შეიქმნა და შესაკრებთა განანაცვლებლად არაფერი არ იცვლებოდა. საქართველო იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი, გინდა წითელი ყოფილიყო, გინდა ყვითელი და გინდა შავი. რაც ხდებოდა იქ, შემდეგ გამოდიოდა აქ. იქ იყო რელიგიის დევნა, შემდეგ აქაც იგივე ხორციელდებოდა. იქ იყო მაგალითად სიტყვაზე კოლმეურნეობების სისტემის დანერგვა, აქაც იგივე ხდებოდა და ასე შემდეგ. გამონაკლის თავისთავად ცხადია, არც ეკლესია არ წარმოადგენდა. ბოლშევიკები ეკლესიას განიხილავდნენ საკუთარ კონკურენტებად. იმიტომ რომ ეკლესიას დიდი გავლენა ჰქონდა ხო საზოგადოებაში, ეხლაც აქვს და ნებისმიერ დროს ექნება. და ამიტომ ის პირადი კონკურენტი იყო იდეოლოგიური თვალსაზრისით ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკების ყველა ძალიან ბევრ გეგმებს და ამიტომ ისინი ცდილობდნენ მის დათგუნვას. და დათგუნვა სხვა დროს თუ ხდებოდა უბრალოდ რაღაც მე კომუნისტების პერიოდზე არ ვამბობ, სახელმწიფო მაგალითად პეტრემ დაიმორჩილა მთლიანად ხო სინოდიდან და კიდე რაღაც ისეთი დევნა ხდებოდა. აქ ტოტალური დევნა წავიდა. ანუ რელიგია გამოაცხადეს ფაქტიურად კანონ გარეშეთ. იკეტებოდა ეკლესიები, მონასტრები, იდევნებოდნენ ღვთისმსახურები, კრეჭდნენ ძალით მათ. უარი ათქმევდნენ ძალიან ბევრს ღვთისმსახურებაზე. მაგრამ აქაც თავისი მომენტები ჰქონდა რაღაც, აი მაგალითად 1922 წელს გამოიცა დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებდა ეკლესიებიდან საეკლესიო განზეულობების ამოღებას. ოქროს ვერცხლს, ძვირფასი ქვებით მოჭედილ ნებისმიერ ნაკეთობას. რისთვის კეთდებოდა ეს? რუსეთში 1922 წელს ახალი დამთავრებული იყო სამოქალაქო ომი და ვოლგისპირეთში იყო საშინელი შიმშილი. ამისთვის სჭირდებოდათ ფული. და იღებდნენ ამ განზეულობას. ანუ ეს განზეულობა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაიტანეს, მათ შორის საქართველოსთან. მათ შორის რა თქმა უნდა, მაგას ვიწევთ. ხო, ნარჩა წინა ძარცვებს. კი, სუნთლიანად გაძარცვეს და ის რათა საუკუნეების მანძილზე ინახებოდა აქ, რომელსაც ოსმალოს და სპარსელებმაც ვერ დააკლეს, გაიტანეს და სუნთლიანად გაყიდეს იმისთვის, რომ პური ეყიდათ ვოლგისპირეთის დამშეული მოსახლეობისათვის. სამწუხარო ფაქტი არის ჩამოყალიბეს უღმერთოთა კავშირი. კი ბატონო, და ამას თავისი შედეგებიც ჰქონდა რამდენიმე წელიწადში. უბრალოდ ძალიან საინტერესო ფაქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ერთის მხრივ საბჭოთა კავშირის პოლიტიკა იყო უღმერთობის პოლიტიკა, ანუ იდევნებოდა რელიგია, მაგრამ როდესაც იდეოლოგიურად დასჭირდათ ეს უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრძოლის უნარიანობა იყო დაბალი და პრაქტიკულად სჭირდებოდა ადამიანს იმის შეხსენება, რომ სიკვდილის მერეც რაღაცა არის, ან მის ცხოვრებას რაღაც აზრი აქვს, მერე უკვე სტალინმა გადაწყვიტა, რომ თავიდან შემოეტანა და ისევ პროპაგანდაში ჩაერთო, როგორც მეფის რუსეთის დროს იყო გაგრძელება ყოფილიყო საბჭოთა კავშირის. და წინა თემაზე მინდა გავამახვილო ახლა ყურადღება, რომ ვთქვით, რომ პრაქტიკულად უღმერთოთა და ამორალური სისტემის შექმნა იყო. ამან პრაქტიკულად საბაბი მისცა და მიგვიყვანა იქამდე, რომ 30-იან წლებში ძალიან სერიოზული ტრაგედია დატრიალდა საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც, რაც იყო ტერორი, წმენდები, ასე ვთქვათ. როგორ დაიწყო ეს წმენდები, როგორ მივედით საერთოდ იქამდე? 27 წლის რეპრესიებია საუბარი. ხო. ეს არის 37 წლის მომზადება დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. პრინციპში ეს იყო სტალინის მიერ დაგეგმილი შიდა პარტიული წმენდა საკუთარი ოპოზიციის გასანადგურებლად. იმიტომ რომ როდესაც სტალინის ხელისუფლებაში მოვიდა, მისი სრული გამყარება ხელისუფლებაში, სტალინის გამყარება დაიწყო 27 წელს, როდესაც მოიცილა მთავარი თავის კონკურენტი ტროცკი. იგი გადაასახლეს შემდეგ საბჭოთა კავშირიდან და
27 წლის შემდეგ სტალინმა დაიწყო საკუთარი რეფორმების განხორციელება და ამ რეფორმების მოწინააღმდეგე ყველა ოპოზიციის განადგურება თვითონ ბოლშევიკურ პარტიაშიც. ძველი გვარდია იგულისხმება ბოლშევიკების ძველი გვარდია, რომელიც ტროცკისაც მხარს უჭერდნენ და პლუს კიდე თვითონაც უკმაყოფილები იყვნენ სტალინის პოლიტიკით. პირველი ეტაპი იყო ჯერ შედარებით რბილი, ეს იყო 20-იანების ბოლოს, 29 წელს დაიწყო. ეს იყო გადასახლებები ასეთი ოპოზიციონერების. შემდეგ მოხდა პატარაძე რეაბილიტაცია 33 წელს, 32 წელს ისინი გამოუშვეს ციხეებიდან და გადასახლებიდან დააბრუნეს. მაგრამ 34 წელს მოხდა სერგეი კიროვის მკვლელობა ლენინგრადში. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი ბოლშევიკი ფუნქციონერი. ლენინგრადის დღევანდელი სანქტ-პეტერბურგის მთელი ორგანიზაციის ბოლშევიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სხვათა შორის ის იყო პირველი ელჩი საბჭოთა რუსეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში 20 წელს, 1920 წელს. სტალინის და ორჯონიკიძის მეგობრად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში სტალინთან უკვე გაფუჭებული ჰქონდათ ურთიერთობა. ამას ახლა რატო ვყვევი? სტალინმა გამოიყენა მისი მკვლელობა რეპრესიების დასაწყებად. ანუ მან უფრო აქტიურ ფაზაში რო გადასულიყო რეპრესიები. ხო, ამას ამზადებდა. ეჭვი ჩნდება და ამბობენ კიდეც რომ სტალინის განხორციელებული იყო, სტალინის მითითებით იყო განხორციელებული ამის მკვლელობა კიროვის, მაგრამ ნუ როგორც არის. მან გამოიყენა ეს საბაბად, მიიღო დრაკონული კანონები. ანუ აი ზუსტად მაგ პერიოდში შემოიღეს კანონი, რომ შეეძლო სასამართლოებს ადვოკატის გარეშე ძალიან სწრაფად განეხილა საქმეები და დაესაჯა ადამიანები. ანუ უბრალოდ ადამიანს შეიყვანენ სასამართლოში, ყველანაირ დამსწრეს ან რაღაც გარეშე. 27 წელს სასამართლო იყო ფაქტიურად იმიტირებული იყო, არაფერი არ იყო მაგალითად სიტყვაზე ვინმეს თუ დააკავებდნენ, მოწმეც არ იყო საჭირო უბრალოდ. სასამართლო იხილავდა საქმეს მხოლოდ გამომძიებლის ჩვენების საფუძველზე, ან და კიდე მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. აი ესე მოხდა. 15 წუთში მთავრდებოდა ყველა სასამართლო. ამას ტროიკების ისეთ. ეს სასამართლოები 15 წუთში მთავრდებოდა ნებისმიერი ტიპის სასამართლო თუ დახვრეტაზე რომელიც იყო. ნებისმიერი. აბსოლუტურად ყველა. აბსოლუტურად ყველა. ანუ უჯინენ 5 წლიდან დაწყებული გადასახლებიდან საჯელს უმაღლესი ზომი დახვრეტით დამთავრებული. და 37 წელი თუ დაიწყო იმითი, ანუ იმ მიზეზით, რომ სტალინი ცდილობდა თავისი ოპონენტების მოცილებას, ეს ფართო მასებში როგორ გადავიდა? აი ნახეთ ახლა როგორ გადავიდა ეს ფართო მასებში. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სიტყვაზე ვიზახი და დაივასკნით. გვარი დამავიწყდა, მაგრამ იყო კასპიის ერთი ესეთი ცემენტის ქარხნის დირექტორი, რომელიც იყო ძველი ოპოზიციონერი, ანუ ტროცკის მომხრე იყო, ასე ვთქვათ. 27 წელს ესეთი ხალხი ყოველთვის უნდა განადგურებულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში. მაგრამ რომ მისთვის რომ ეთქვათ რომ შენ ხარ ხალხის მტერი, ხარ, ამისთვის იქ იმაში რა ქვია თვითონ ქარხანაში ორგანიზაცია უნდა ყოფილიყო, ვინც ეს მტრობდა, რომ აი ცემენტის მაგივრად რაღაც სხვა რაღაცას უშვებდა და კიდე მავნებლობდა, ასე რომ ვთქვათ რა. და აქედან გამომდინარე შემდეგ იწყებდნენ ქვევიდან, ქვედაფენებიდან. ქვედაფენებს რა ქვია, დაიჭერნენ ინჟინერს, მუშებს და სხვადასხვა ესე თანამდებობებზე, ბუღალტერს. გამოძიების პერიოდში მაგას ფიქტიური გამოძიება ერქვა პრინციპში რა. წამების შემდეგ და ძალდატანებისა შემდეგ მათ აწერინებდნენ რომ ესა და ეს ჩამრთო ამ მაშინ ანტი საბჭოთა ორგანიზაციაში და რომელსაც ხელმძღვანელობდა კასპის დირექტორი. და მის დასაჭერად შემდეგ იგიჭერდნენ აი ამას სულ ყველას. ანუ კასპის ქარხანაში მაგალითად სიტყვაზე დაიჭირეს სამყაროს პერსონალის 50-60% სუნთლიან. ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს. ანუ 37 წლის თვითონ პროცესი გარდა იმისა, რომ ძველ ბოლშევიკურ გვარდიას წმენდა,
გარდა მაგისა იყო მიმართული ნებისმიერი უცხო აზრის გასანადგურებლად. ყველა ვინც კი არ ეთანხმებოდა სტალინის გზას, ყველა ვინც კი რაღაც სხვა აზრს გამოთქვამდა, ხო, ყველას იჭერდა. იმ პერიოდში არ არსებობდა არავითარი, აი როგორ გითხრათ, რაიმე იმუნიტეტი რო არ დაგიჭერდნენ. ნებისმიერ ადამიანს. სტალინის ახლო გარემოცვაშიც ხო იყო ხალხი, ვინც დაიჭირეს, გადაასახლეს, ასე ვთქვათ, მისი მინისტრების ოჯახებიდანაც. კი, როგორ არ იყვნენ? იყვნენ ცოლები, მაგალითად, ეგეთის, ვინც პოლიტბიუროში იყო, მათი ცოლები იყვნენ დაჭრილი და ისინი ხმას ვერ იღებდნენ. წარმოიდგინეთ, შიშის რამხელა ხარისხი იყო იმ პერიოდში. და რამდენად მასობრივად იყო მოდებული საზოგადოებაში? ანუ ყველა არის მოსაზრება, რომ ყველა მიცოდა ამის შესახებ, თუ არ იყო ფართოდ ცნობილი, სადღაც ჩუმად ხდებოდა თუ? მე გეტყვით ერთ შემთხვევას, აი მაგალითად თვითონ არქივებში არის ეს ზედამხედველებისა და ციხის თანამშრომლების ჩვენებებში არის გადმოცემული, აი მაგალითად, როდესაც მიყავდათ რომელიმე პარტია დასახრეთად, სოღანლუქში ხრედნენ, სოღანლუქის ტერიტორიისკენ, კრუსტავისკენ. ხალხი, რომელიც აი საფლავის წინ იდგა და უნდა ტყვია დაეხალათ, იქიდან ყვიროდნენ, რომ გაუმარჯოს სტალინს. ჩვენ ვიხვრიტებით ტყუილ უბრალოდ. ეს შეცდომაა. იმ პერიოდის პროპაგანდა მიმართული იყო იმ დაგვარად და ისე, რომ ხალხს ეგონა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ არის. მან არის ისტორია, ესეთ რაღაც როგორ შეიძლება. ანდა კიდე ჩემი მეზობელი რო დაიჭირეს, მე კი ვიცნობდი, რომ ის წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო, მაგრამ თუ დაიჭირეს, ესე იგი რაღაცა მე თლათ ვერ გამოვიცანი, ხო, თლათ ვერ გამოვიცანი, ესე იგი არის ეს. ბრმა ერთგულებასავით იყო და ეს ყველაფერი ამას ყველაფერს აკეთებდა პროპაგანდა. აი კითხოთ გაზეთები იმ პერიოდის, მაშინ ტელევიზია არ იყო, ხო, რადიო და გაზეთები, როცა იკითხოთ საშინელი სათაურები არის. და საშინელი აი რაღაც სტატიები არის, სადაც აი იმას რო წაიკითხავ, მართლა გონია, რომ იგლი ყველა მტერია, ყველას ეჭვის თუ პურება. აი, როგორ რაღაცას იმას კი, აი მაგალითად, მეწახის შემთხვევა არის მაგალითად ერთ-ერთი აი გამოსახულება იმ პერიოდის როგორ ხდებოდა და რა ხდებოდა. კერვის დროს, ფეხსაცმლის კერვის დროს, მან მუშაობის პროცესში ეს მახათი დაამაგრა კედელზე ჩამოკიდებულ გაზეთს. ამ გაზეთში კი დაბეჭდილი იყო ერთ-ერთი პარტიული ხელმძღვანელის პორტრეტი. და ეს მახათი მოხდა სახეში, ანუ პირდაპირ მას გაარჭა. ამის გამო იგი დააბეზღეს და ციხეში ჩასვეს ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით. უფრო მეტიც აი ის იყო მაგალითად ახმეტელის საქმე რო აიღოთ, სადაც აი თვითონ ახმეტელი ხო დახვრიტეს და მთელი რუსთაველის დასი ზედმიაყოლეს, აი ცუდი სიტყვა არის, მაგრამ აი მართლა ეგრე იყო რა. სუფლიორი დაიჭირეს, ღვინიაშვილი იყო ესეთი ქალი, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ სუფლიორის ნიჟარა ხო არის, აი სადაც ზის სუფლიორი. იქიდან უნდა გეგმავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას ბერიაზე, რომელიც სპექტაკლზე უნდა მოსულიყო. და მიზეზი რა იყო ამის? ანუ უბრალოდ მიზეზი ხო გეუბნებით, აი ერთი და იგივე სტანდარტული შეიძლება არა, მაგრამ ძალიან აპრობირებული სქემა იყო. უნდა დაეჭირათ ახმეტელი. ახმეტელს უბრალოდ თუ მტერია ახმეტელი, აი ლოგიკა არის ესეთი, თუ ახმეტელი მტერია და ანტისაბჭოთა ელემენტია, ტერორისტია, ხალხის რა ქვია, მტერია და ასე შემდეგ, ესე იგი ის მარტო არ მოქმედებდა. რაღაცა თანამოაზრეების ჯგუფი ხო უნდა ყავდეს მას და თანამოაზრეების ახმეტელი თეატრში იყო და ესე იგი მთელი თეატრის დასი იყო ესეთი, ვინც მასთან ახლოს ურთიერთობდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს რეპრესიული სისტემა, რაც ააწყვეს თავიდან ბოლომდე და რამაც განაპირობა 37 წელს, ასე ვთქვათ, ეფექტურად ხალხის ამოჟლედა. თავიდან ბოლომდე მიზანმიმართული იყო, ანუ თვითონ იყო ამოცანა, რომ ესეთი ბრუტალური და სისხლიანი ყოფილიყო, რომ ტერორი ყოფილიყო, თუ ეს რამე სხვა მიზანს ემსახურებოდა, იყო რაღაც ზემოთ, მაგალითად
ადამიანების კონკრეტული ჯგუფის შემცირება თუ გამარტივება სიტუაციის მართლობის პერიოდში თუ თვითონ ტერორი იყო ამომავალი წერტილი ამ ყველაფრის ეხლა მე ზუსტად ესე ვერ გეტყვით ეხლა სტალინის თვიში რა იხარშებოდა იმ პერიოდში იმიტომ რომ სტალინის ინიცირებულია და მის განხორციელებული აბსოლუტურად ყველაფერი რაც 37 წელს მოხდა მაგრამ ხო გეროს ძირითადი მიზეზი ამის იყო პარტიული ოპოზიციის განადგურება ეს ერთი მაგრამ ამას შემდეგ მოყვა სხვადასხვა კიდე ამოცანები რომელიც გადაიჭრა ამ ტერორის პერიოდში დიდი ტერორის პერიოდში პირველი ოპოზიციის განადგურება მეორე საზოგადოების მორჩილი საზოგადოების ფორმირება ანუ საბჭოთა კავშირში არ უნდა დარჩენილიყო არავინ ვინც სხვაგვარად ფიქრობდა პარტიულ ხაზს და სტალინის მოსაზრებას ყველა უნდა დათანხმებოდა და იმ ხალხის განადგურება რომლებიც რევოლუციის შემდეგ წარმოიშვნენ და თავი რაღაცნაირად დამოუკიდებლად ჩამოყალიბდნენ აი რას გულისხმობ ვიცით იმ პერიოდში გაჩნდა მაგალითად ხელოვნების წრეში შემოქმედების წრეში რა თავისუფალი სიტყვა გაჩნდა რა თვალსაზრისით რომ ყველა არ ეთანხმებოდა მას ანადგურებდნენ ინჟინერებისა და აი ესე ტექნიკური იმის რა ქვია ინტელიგენციის სფეროში რომლებიც თავი იგდნეს რომ ახლა ჩვენ ვართ ბატონები იმასაც ანადგურებდნენ სამხედროების ნაწილი რომლებიც არ ეთანხმებოდა ნებისმიერი ფენის და ნებისმიერი წოდების განადგურება მიდიოდა ვინც კი ტოტალური წმენდა იყო რა მოკლედ რა აი ნებისმიერ სფეროში უნდა შესულიყვნენ იქ დაენერგათ შიში რომ შემდეგ მიიღოთ სრული მორჩილება იმიტომ იყო რომ ომის პირველ წლებში იმის რა ქვია მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს როდესაც უკვე რუსეთი ჩაერთო 51 წელს კატასტროფული დეფიციტი ჰქონდათ სამხედრო ოფიცრების გამოცდილი ოფიცრების და ლეიტენანტები ხელმძღვანელობდნენ პრაქტიკულად განადგურებული იყო და იძულებული გახდნენ 51 წლის პირველ 2 თვის შემდეგ ციხეებიდან გამოეშვათ ისინი ვინც არ დახვრეტეს ძალიან ბევრია ეგეთების შემდეგ რომ იგივე იყო ინჟინრების ექიმების სოფლის მეურნეობის სფეროში ხალხი ყველგან გაანადგურეს ანუ სტალინი წვრთნიდა ახალ თაობას და ეს შედეგი ძალიან შორს მიმავალი პერსპექტივით აღმოჩნდა. სრული კონტროლის დამყარების ერთ-ერთი. ამიტომ ასეთ გარემოში გაზრდილი ადამიანი თავის შვილსაც შიშის გარემოში ცვლიდა, იზრდიდა. ანუ სტალინური რეპრესიების დროს მე მიყვარს ხოლმე ამის თქმა, რომ დნმ-ის დონეზე დანერგეს შიში, რომელიც შემდეგ თაობებს გადაეცემოდა. ეს შიში იყო ხელისუფლების მიმართ მორჩილების, ფორმიანი ადამიანის მიმართ მორჩილების, თანამდებობის პირის მიმართ მორჩილების. ანუ ნებისმიერი აი ესეთი ადამიანი შენ უბრალო მოქალაქეს რაღაცას რო გეტყვის ის წყალი ის არის წყალი არ გაუვა იმას ის არის კანონი და უნდა შეასრულო აზრადაც არ უნდა მოგივიდეს რომ შენ რაღაც აი წინააღმდეგობა გაუწიო განსხვავებული აზრი თქვა ნუ სასიცოცხლოდ უკვე საშიში არის ეგეთი რაღაცის გაკეთება იმ პერიოდში ყოველ შემთხვევაში და ეს თაობებს გადაეცემა და ის ხო არ იყო მარტო 37 წელს დახოცეს და მორჩა და გათავდა ის ხალხი ვინც გადარჩა აი ამ შიში იზრდებოდა შემდეგ ისინი აი ამ შიში იზრდნენ თავის თაობებს თავის შვილებს მართალია რომ დასმენები იწერებოდა აი ბინის შურის ან ტანსაცმლის შურის შესაძლებლად კი ანუ არ არის ანუ ეს ჩვეულებრივი ჭორები არა ჩვეულებრივი ჭორები არა მე თვითონ მაგ არქივში ძალიან ბევრი ესეთი ნანახი ანუ ესეთი ატმოსფერო რომელიც იმ პერიოდში იყო საზოგადოებაში შემდეგ აჩენს ადამიანებში უკვე სხვა ქვენაგზნობებს მე ადამიანი თუ არ არის წესიერი მორალურ საწყისებზე არ დგას, შემდეგ იწყებს იმას ფიქრს, რომ ეს სიტუაცია გამოიყენოს თავის სასიკეთით, ანგარებით. ძალიან ბევრი იყო შემთხვევა ეგეთი, რომ აი თანამდებობის გამო დასმენა იყო. რომ იმას დაიჭერენ მე ვიქნები. მეზობლებს ასმენდნენ სამოვარის მითვისებისთვის ან პალტოს ანუ ეს ყველაფერი დევს არქივებში რომ სამოვარის გამო.
არის და ხო ძალიან ამას რო ვკითხულობდი და რო ვიკვლევდით ამ ამბებს იმ პერიოდში გეჩვენება რაღაც ზღაპარად მაგრამ მე რო ვფიქრები სულაც არ არის ეს ზღაპარი ხალხი ისეთ დონეზე იყო დაშინებული და ისეთ გარემოში ცხოვრობდა რომ ეს ყველაფერი ანუ საკმარისი იყო მე რაღაც ანონიმურად დამეწერა ვიღაცას რომ იმას გააკროვდნენ მაშინ არ იყო აი როგორ გითხრათ არ იყო არავითარი მტკიცებულება საჭირო ადამიანის დაჭერისთვის. აი აბსოლუტურად არაფერი. ნებისმიერ დაიჭერ არ არსებობდა ხო კიდე ხო ვიძახი რომ არ არსებობდა გარანტია რომ მე აი ეს მოვიქცევი ან და კიდე აი ამას არ გავაკეთებ ან ამას არ ვიტყვი და მე არ დამიჭერენ. არ არსებობდა. ნებისმიერს დაიჭერდნენ თუ იქ რა ქვია შინ სახკომში გადაწყვეტდნენ რომ ეს ადამიანი არის დასაჭერი და რაღაცისთვის ჭირდებათ რომ შემდეგ რაღაც საქმე გაგრძელდეს. ნებისმიერს სხვათა შორის იჭერდნენ მარტო ესეთ იმაზე კი არა რა ქვია რაღაც დასმენების და ანონიმობის იჭერდნენ იმისთვის რომ სტატისტიკა გაეძლიერებინათ. ანუ კვოტები ქონდათ რაღაც? კი რა თქმა უნდა კვოტები ყველა რესპუბლიკაში ჩამოდიოდა კვოტები მაგალითად სიტყვას დახვრეტილები უნდა დახვრიტოთ მაგალითად სადღაც 1000 ან რაღაცა. ნუ სიტყვაზე ვიზახ რაღაც ციფრს. რა უნდა დაიჭიროთ ამდენ სამი კატეგორია იყო. პირველი კატეგორია იყო დახვრეტის, მეორე იყო ძიმე რა ქვია, ნუ აი 15 წელი და ასე შემდეგ. დიდი ძიმე დანაშაულები ცალკე. ხო და შემდეგ იყო პატარებიც, ნუ 5-10 წელი ასე შემდეგ. ამ სამივე კატეგორიაზე იყო გამოყოფილი კვოტები. და რესპუბლიკები ითხოვდნენ რომ კვოტების გაზრდა სიტყვაზე ვიძახი ან და კიდე პირიქით ვერ ვასრულებთ და იქნებ რაღაცნაირად ხო და ხო გესმით ესეთი რაღაცა როდესაც ზეიდან არის დაშვებული შემდეგ უკვე მოქალაქე სტატისტიკის ნაწილად იქცევა ერთეულია სტატისტიკის მე შენ უნდა დაგიჭირო იმის გამოგია რომ შენ რაღაც თქვიან და კიდე რაღაცა შეიძლება იმ კვოტაში ჩემი ადგილი აღმოჩნდეს უცებ შენ თუ არ დაგიჭერ აი უყურეთ როგორი ის არის ერთი ეს ზუსტად დადასტურებულია ახლა მაგასაც გეტყვით საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი პასუხისმგებელი მდივანი იყო დემეტრაძე ესე რომელიც მწერალთა კავშირში განხორციელებული წმენდის დროს დაიჭირეს და იმ პერიოდში მას ყავდა ტყუპისცალი ვიღაც საერია ქუჩაში და ესეც დაიჭირეს. მე გარიკვა რომ ეს ტყუპისცალი არის და ნუ მას არავითარი შეხება იმ საქმესთან, რაზეც მისი ძმა დაიჭირეს, არ ქონია. მაგრამ არ გამოუშვეს და დახვრიტეს. მაინც ყოველ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ ნუ ეს უკვე იქ დაჭერ, აი მონანიებაში რომ მოიყვანე ეს ამოსახოცები და რა ხო არ გაუშვებ უგანო, ხო? აი ზუსტად ერთ-ერთში არის ეს. არაფერი ისეთი უტრირებული შეიძლება ცოტა არის, მაგრამ ნუ აი რეალურ სინამდვილეს ასახავს ეს. იყო თუ არა მაგალითად აი ვრცელდება რა ჭორების დონეზე არის გადმოცემ პავლიკა მოროზოვის ამბავი რომ აი ოჯახის შიგნით დედის მამის დასმენა ძმის დასმენა ასე შემდეგ თუ ეს იყო კგბ-ს მიერ შემუშავებული რაიმე ტიპის ნარატივი რაც ემსახურებოდა ამ ტიპის საქმიანობას და ანუ დასმენების და რეპრესიების ნორმალიზებას ანუ რეალობას შეესაბამება ეს ამბავი რა თქმა უნდა შეესაბამება ეს არც ჭორია არც ლეგენდაა და არც მოგონილი ისტორია არა ეს არის ნამდვილი ამბავი პავლიკ მოროზოვი იყო ну აი იმათ ეს ერთი იყო პავლიკ მოროზოვი მაგრამ რომელიც სახელი და გვარი ჩვენდა მაგრამ ესეთები იყვნენ ძალიან ბევრი დედას ასმენდნენ მამას ასმენდნენ აი მაგალითად ერთ მისი სახელი და გვარი დამოვიცდა ძირთად ეს რუსეთში საქართველოში არ ვიცი არ მახსენდება ეგეთი შემთხვევა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სათხდებოდა ესეთი ესეთი შემთხვევები ახავს თვითონ სისტემის სიმახინჯეს რა დონეზე საზოგადოება რა დონეზე დაიყვანეს რომ გოგომ თავისი დედა დაასმინა შეიძლება არც დაასმინა უბრალოდ უთხრა ვიღაცას რა და შეიძლება იმის გამო რომ საკოლმეურნეო ყანაში ძის ჩამოცვენილი თავთავები მოიტანა სახში შიოდად და ამის გამო დაიჭირეს ეს ქალი და პავლიკ მოროზოვის ამბავი უბრალოდ პროპაგანდაზე აიღეს და აი სამაგალითოდ გახადეს. აი ნამდვილი პიონერი როგორი უნდა იყოს მის იდეალებისთვის და საბჭოთა სამშობლოს გულისთვის საკუთარ მამაც კი არ უნდა დაინდო. ეს რა ქვია რუსეთში კი იყო პავლიკ მოროზოვი, მაგრამ აქ ჩვენთან მაგალითად პოეტები უმღეროდნენ მაგეთ საქციელს, ლექსებს უწყვნიდნენ.
ნაროუშვილი იყო ერთ-ერთი მაგალითად ესეთი პოეტი. მე მამას მოვკლავ, დავხრდავ დედას, დავახჭობ დედას თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას ამბეს. სხვა კი არაფერი არ არის. ანუ ამ იდეალებისთვის, ბელადისთვის, საბჭოთა მომავლისთვის ყველაფერს უნდა გაეწიროთ. იყვნენ თუ არა კონკრეტული რელიგიური ან სოციალური ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ 37 წელს. ანუ ამოღებული თუ იყო ვინმე კონკრეტული მიზანში, გარდა პოლიტიკური ელიტებისა, რომლის გაწმენდასაც ცდილობდა თვითონ პარტია. კი, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ წმენდნენ პოლიტიკურად არასანდო პირებს, პარტიულ ოპოზიციას რაც ახლა თქვენ თქვით, ხო და წამოყელყელავებულ ახალ ბატონებს, ასე ვთქვათ, საინჟინრო ტექნიკური ინტელიგენციის ფენას, სამხედროებს, ექიმებს და ასე შემდეგ, კიდევ იყო ისეთი ფენები, რომლებიც დაჟა აუცილებელი იყო. ანუ ყველა მიზეზ გარეშე უნდა დაესაჯათ. ესენი იყო სასულიერო ფენა, დიდგვაროვნები და ყოფილი კულაკები, რომლებიც გადარჩნენ. ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც 20-იანი წლების წმენდას გადაურჩა, დაბრუნდნენ ბანაკებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცა მიზეზით კიდე ცოცხლები იყო. ანუ ის თაობა პრაქტიკულად ამოწყვიტეს იმ პერიოდში, რომ აღარ ყოფილიყო არანაირი მეხსიერება, რა ხდებოდა, მაგალითად, ან დამოუკიდებლობის პერიოდში, ან მანამდე, ხო? ხო, ყველა პრაქტიკულად ძალიან შეამცირეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აი რაღაც ასეთ ახსოვდა. ერთი შემთხვევა იყო მაგალითად არის ვარდანაშვილი იყო ესეთი დიმიტრი. 22 წლის ბიჭი იყო. ქუთაისელი იყო, მამამისის სახლის, კერძო სახლში ცხოვრობდნენ, სხვენზე იპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის პრესა. და იმ დროს გაიგო, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ყოფილა, რაღაც სახში არ საუბრობდნენ ამას. თავის ხადია იმ დროს ეშინოდა. იმდენად დაინტერესდა ამ ამბით, რომ შემდეგ ბუკინისტებში დაიწყო წიგნების მოძიება და იპოვა ჟორდანიას წიგნები და სხვადასხვა აი იმ პერიოდის ნოე რამიშვილის იმ პერიოდის გამოცემა. ანუ აბზალული ეს წიგნები. კი, როგორ არის იყო გაბზალული იყო სასტიკად. მაგრამ ამან იშოვა. შემდეგ თბილისში ჩამოვიდა სასწავლებლად, სამედიცინოზე სწავლობდა. საიდანღაც ააწყო საკუთარი საბეჭდი მანქანა. დაბეჭდა პროკლამაციები და 37 წლის 26 მაისს აპირებდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. რა თქმა უნდა, ვიღაცა აღმოჩნდა ისეთი, ვინც დაასვინა, დაიჭირეს და დახვრიტეს. ეს იყო მე მგონი, ძალიან იშვიათი გამონაკლისი იმ საქმეებისა, რომლის დროსაც გამოძიებელს არ უხდებოდა არაფრის მოგონება, რომ აი რაღაცა შეეთხდა, თორე როგორც წესი, ყველა საქმე გაყალბებული იყო პრაქტიკულად. არის თუ არა შესწავლილი ის ტიპაჟი, რომელიც ასეთ სიტუაციაში თავს კარგად გრძნობს და ეს თანამშრომლობს ეს სპეცსამსახურებო პრაქტიკულად ხალხი იყო აი როგორც თუ სამოვარზე, ბინაზე, თანამდებობაზე პრაქტიკულად მათი კარიერული წინსვლის და ცხოვრების გაუმჯობესების ერთ-ერთი ელემენტი იყო და არის შესწავლილი რა ტიპის ადამიანი იქცევა ესე რა ტიპის ადამიანი ცხოვრობს კომპრომისი ალბათ ხო ძირითადად ხო იმიტომ რომ არის მაგალითად მეორე მსოფლიო ომის მერე ბევრი მცდელობა იყო ფსიქოლოგების მხრიდან რომ გაეგოთ აი სხვადასხვა ტიპის საკონცენტრაციო ბანაკში რატომ იქცეოდნენ ნაცისტები ისე როგორც იქცეოდნენ ანუ რატო იყვნენ ასეთი ბრუტალურები რატო ცდილობდნენ რატო ასრულებდნენ ამ დავალებებს ისე როგორც ასრულებდნენ და საბჭოთა კავშირის შემთხვევაში არ არის ეს შესწავლილი ან ინტერესი ხო არ იცით ინტერესი ხო არ ქონია ვინმეს ამ მიმართულებით მუშაობს ეხლა ესეთი რაღაც რო სპეციალური კვლევა მენახოს მე არ შეიძლება არის კიდეს უბრალოდ მე არ მინახია მაგრამ ნუ ჩემი აზრით იმ პერიოდში გარდა იმისა რომ ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში მაშინ ცდილობდა რომ ცოცხალი დარჩენილიყო პლუს იმას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა რამდენად მორალურად მყარი იყო იგი თუ ეს სიმყარე არ ჰქონდა მას შემდეგ უკვე ნებისმიერ რაღაცაზე მიდიოდა ანუ მას შეეძლო დაებეზღებინა ნებისმიერი
იმისთვის რომ თავი გადაერჩინა, მარტო იმისთვის არა რომ რაღაცა თანამდებობა მოეპოვა. დაეპოვებინა, ხო. სხვათა შორის ისეთ რა არის, ესეთი ზოგად საუბარს ყოველთვის მირჩევნა კონკრეტული ფაქტები მოვევანო. აი მაგალითად თვითონ 37-ის აბსურდულობა რო წარმოიდგინოთ, იყო ის რომ NKVD, ანუ შინსახკომი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი იმ პერიოდის. ხო ახორციელებდა ამ თელ რეპრესიებს. მასზე იდგა ყველაფერი, აი საზოგადოების თელი დაშინების მეთოდები, მექანიზმები, ისინი ახორციელებდნენ. ღამის დაჭერები და ასე შემდეგ. ზირთად ღამე ხორციელდებოდა საღამო ხანებში მიდიოდნენ ხო. მაგრამ თვითონ შინსახკომში ჩაატარეს წმენდა. ანუ იცით როგორ რაღაცა იყო, რომ იჭერდნენ გამომძიებელს და სვამდნენ ციხეში საკანში იმ პატიმრებთან, რომლებიც აი დილით დაკითხვას უწყობდა. ანუ იქაც კი წმენდა იყო. და მე რატო ახლა თქვენ კითხვაზე რატო იმაშევ შორიდან კი დავიწყებ, მაგრამ ამას გავაგრძელებ, რომ ერთმანეთზე წერდნენ აი ამ იმას, რა ქვია, დანოსები, რასაც ქვია რა რუსულად. და როდესაც აი მაგალითად პეტრე მხეიძე იყო ეგეთი. მე 4 გამყოფილების უფროსი იყო, თუ არ ვცდები. ხო და ის რომ დაიჭირეს მისი თანამშრომლები ერთმანეთს ასწრებდნენ მასზე ცუდი რაღაცების წერას, რომ შემდეგ მე არ დამიჭირონა. და ის ხალხი შემდეგ რომლებიც უკვე დაჭრილები იყვნენ, მიანთ ბინებს აძლევდნენ სხვა თანამშრომლებს. ანუ გამოდიოდა რომ იცით როგორ რაღაცა იყო, რომ აი შეიძლება მეგობრის ბინა მოეცათ. და შენ შეხვიდოდი შიგნით და იცხოვრებდი. მიხეილ ჯავახიშვილი რო დაიჭირეს, მისი სახლი ორად გაყვეს. ერთ-ერთი მწერალი შევიდა მის სახლში. მეორე ნახევარში კიდე ჯავახიშვილის ოჯახი ცხოვრობდა. რომელი მწერალი? ანუ თუ გინდათ შემდეგ მოიძიეთ, ეგ რა მნიშვნელობა აქვს მაგას. სხვათა შორის ძალიან კარგად ექცეობდა იმ ოჯახის წევრს. მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მეგონი თვითონ სიტუაციას, აი როგორი არის რა. ერთმანეთში კიდე რა იყო, იცით, აი რომ ვინმეს რო დაიჭერდნენ, შემდეგ ხო კონფისკაცია მიდიოდა, ეს მარტო შინსახკომის თანამშრომლებს არ ეხებოდა ზოგადად. ნუ აი ვიღაცას დაიჭერდნენ, მას აპატიმრდნენ, ოჯახს გარეთყრიდნენ, ანასახლებდნენ სხვაგან და ის ქონება შემდეგ მიდიოდა რაღაც საცავში. და ამ საცავში პირველი რიგის ხელწოდომა ჰქონდათ შინსახკომის თანამშრომლებს და მათი ცოლები ჭაღების გულისთვის ესმენს თმებს აპუტავდნენ იქ. ფიქრობ, რომ შეიძლება ითქვას, რომ აი ექსპერიმენტებზე რას თქვი, ორი განსხვავებული ტიპის რეპრესიული სისტემა არის. ანუ აქ აშკარად საუბარი არის, მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ აშკარად საუბარი არის იმაზე, რომ შიში იყო მამოძრავებელი ფაქტორი იმისა, რომ იმას თუ რაღაცას არ გაუკეთებდი, ვიღაცა სხვას თუ არ დააბეზღებდი და თვითგადარჩენის ელემენტი იყო, იმიტომ რომ შეიძლება შენთან მოსულიყვნენ. კი, პირდაპირ გთხოვდნენ მაგას. აი, რომ მაგალითად დაკითხვაზე რომ მოიყვანენ ადამიანს, მარტო იმას კი არ ითხოვდნენ, რომ აი შენ ანეკდოტი მოყევი რაღაც ამისას. არა, ვინ გითხრა? ვინ ისმენდა ამას? ანუ ბოლომდე მიყვებოდნენ. კი, რომელ არტის საბჭოთა ორგანიზაციაში ხარ გაწევრიანი? არა ვარ გაწევრიანი. როგორ არა ხარ გაწევრიანი და იქამდე მიგიყვანო და გასახელებინებდნენ. ყველა ვარიანტში. იყო, არ იყო, მე მაგალითად სიტყვაზე ვიღაცას რო დაეჭერნენ, სამსახურში 1-5-6 კაცი უნდა დაესახელებინო, რომ შემდეგ ისინი დაეჭირათ. და იქონია თუ არა ამ დიდმა ტერორმა, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი გავლენა ჩვენზე, ანუ დღევანდელობაში არის გადმოსული, როგორ ფიქრობთ? მე აი წინაზეც ვთქვი მე და ეხლაც გავიმეორებ, რომ მე მგონი ეს არის აი არ ვიცი რა დნმ-ის დონეზე ჩანერგილი შიში გაჩნდა. და იმ თაობამ, რომელმაც გამოიარა ეს საშინელი წნეხი და ის საზოგადო თავისი შემდეგ შვილები უკვე გაზარდა აი ამ შიშით. რომ სრული მორჩილება უნდა ყოფილიყო. და ეს შიში ისეთი იმდენად ძლიერი იყო, რომ მე ერთ-ერთ რესპონდენტთან, როდესაც მივედი, რომ მისთვის გამომეკითხა, მამამისი იყო იმ პერიოდში ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც დაიჭირეს და შემდეგ დახვეწ, თავი მოიკლა შემდეგ. და ამ ქალბატონს, რომელიც მე როდესაც ვეკითხებოდი რაღაცებს უკვე ხანში შესული იყო, რაღაცებს პასუხობდა გამოსulis დროს
მკითხა ეს ხდება 2000-იანების დასაწყისში გამოსვლის დროს მკითხა მე შვილო ხო არ დამიჭერენ ამის გულისთვის რაც მე შენ გითხარით ეს ხდება აი გეუბნეთ ტერორის შემდეგ 70 წლის შემდეგ წარმოიდგინეთ რამხელა და რა დოზის შიში იყო და გამორიცხულია რომ აი ამ სისტემამ ასეთმა დათგმულმა და ესეთმა ბნელმა პერიოდმა გავლენა არ მოახდინოს მთლიანი საზოგადოების მენტალობაზე იცვლება ეს მხოლოდ ის არ არის რომ 37 წელს დახვრიტეს ხალხი და გადაასახლეს და რეპრესიებში მოყვნენ არა ეს არის მთელი თაობების დამახინჯება ხდებოდა მთელი თაობების დამახინჯება ხდებოდა სადაც კლავდნენ მიზანმიმართულად თავისუფლების დამოუკიდებლობის თავისუფალი აზრის სიტყვის გადმოცემის საშუალებას ანუ შენ თუ წინააღმდეგობას გაწევ შენ ხარ დამნაშავე აი ესეთი სისტემა ყალიბდებოდა სრული მორჩილების გდია ზუსტად არანაირი აზროვნების რასაც გეტყვიან საითაც დაუბერავს ქარი იქით უნდა გადაგაგდოს მაგრამ რაღაც შემთხვევაში ეგეც შეიძლება დანაშაული აღმოჩნდეს საფუძველ ჯამში რა თქმა უნდა გააჩნია სისტემა როგორ ჩათვლის ანუ მინდობილი ადამიანი თავიდან ბოლომდე მინდობილი იყო სისტემაზე და მაინც არ ქონდა გარანტია რომ არ დაგიჭერდნენ არ დაგაჯარიმებდნენ ან რაღაცა თვალში თუ არ მოუღვიდოდი სისტემას ნუ ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნიდნენ მოკლედ რა და აი მაგას მნიშვნელობა არ ქონდა ეს კანონის ფარგლებში ჯდებოდა არ ჯდებოდა შესერთი ისეთი კანონები მიიღეს თვითონაც რომ ამას ყველაფერს ამართლებდა და კანონიერების სახეს აძლევდა ეს საბჭოთა კავშირს ქონდა იქ ფიქსაცია რომ ყველაფერი წესის კანონის ბიუროკრატიის მიხედვით ხო მაგრამ ყველა კანონი ხო არ ნიშნავს იმას რომ ეს ეგრე გერმანიაში მაგალითად რასობრივი კანონი მოქმედებდა და ებრაელები კანონგარეშეც იყვნენ გამოცხადებული ეს კანონიერია არა რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის ჩვენ გავაგრძელებთ ამ ტიპის პოდკასტების ჩაწერას და 37 წელი მართლა ძალიან საინტერესო თემა არის და არანაკლებ საინტერესო არის ის პრობლემები რაც ეკლესიას შეექმნა მას შემდეგ რაც ჩვენი ოკუპაცია მოხდა ამიტომ ძალიან დიდი მადლობა რომ გავიარეთ ეს თემები და გითხარით დაგვეხმარეთ გაგვერკვია რა იყო რეალობა და რა იყო მითი და ჩვენ მსმენელს და მაყურებელს მინდა ასევე მადლობა გადაუხადო რომ ბოლომდე მოყვნენ და მინდა რომ შეგახსენოთ ასევე რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როლი ამ პოდკასტის გავრცელებაში გთხოვთ მოიწონოთ გადააზიაროთ პოდკასტი და ასევე გამოიწეროთ ჩვენი ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის Facebook და YouTube გვერდები ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ სამშაბათს 17 საათზე